განახლებადი ენერგიის პოტენციალი და საქართველოს სურვილი გახდეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ერთ-ერთი მთავარი აქტორი. საკითხი, რომელიც ქვეყნისთვის ბოლო პერიოდში არა მხოლოდ გეგმად, არამედ რეალურ პერსპექტივად იქცა. რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს იქცეს ენერგეტიკულ ჰაბად და მთლიანობაში როგორია ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია სტუმართან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ინგა ფხალაძესთან ერთად ვისაუბრებ. მოგესალმებით ქალბატონო ინგა, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გამონახეთ და დახართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. ქალბატონო ინგა, დავიწყოთ გასული კვირის სიახლით. გასულ კვირას საქართველოში გაიმართა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის რიგით მე-11 მინისტერიალი. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი აერთიანებს საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთს და რუმინეთს და უზრუნველყოფს ელექტროკაბელის განთავსებას შავი ზღვის ფსკერზე და ამით ელექტროენერგიის მიწოდებას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ეს პროექტი ხშირად ერევა თხოვნად წყალქვეშა კაბელის პროექტში და ჩემი თხოვნა იქნება რომ ჩვენი მაყურებლისთვის მარტოთ რას გულისხმობს ეს ინიციატივა, რით განსხვავდება წყალქვეშა კაბელიდან და რომ შევაჯამოთ ეს მინისტერიალი, რა იყო მთავარი შედეგები და მთავარი მესიჯებიც ასევე რაც ქვეყნების მხრიდან გაჟღერდა. მოგახსენებთ. ორი პროექტი მიმდინარეობს პარალელურად, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე მოიაზრებს ელექტრული კაბელების მოწყობას და დალაგებას. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ინიცირებული პროექტი გახლავთ საქართველოს მიერ, რომელიც 2022 წლის მაისში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, მოიაზრებოდა და უკვე სადღაც ივნისის თვეში ჩაეშვა ამ პროექტის გარშემო საუბარი და მოლაპარაკებები, რასაც შემდგომ ლოგიკურად მოჰყვა მეორე ძალიან დიდი პროექტი, რომელიც გახლავთ მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი. შავი ზღვის კაბელის პროექტზე ვისაუბრებ თავიდან და შემდეგ ესე იგი რო გავმიჯნოთ ორი პროექტი ერთმანეთისაგან. ეს გახლავთ 1300 მეგავატის სიმძლავრის კაბელი, წყალქვეშა კაბელი, რომელიც მოიაზრებს საქართველოდან რუმინეთში ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, იმპორტს, ექსპორტს. იდეაში ეს პროექტი გულისხმობდა საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდებას ევროპაში, რაც საქართველოს რასაკვირველია ძალიან სერიოზულ პერსპექტივას უხსნის, რომ ევროპასთან ჰქონდეს ელექტროენერგიის ვაჭრობის შესაძლებლობა, რაც გეოგრაფიული მონაცემებით არ გაგვაჩნია. ამ პროექტის, ესე იგი, შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ საქართველოს ძალიან სერიოზულ ადგილმდებარეობაზე განლაგებით პოტენციურად შეიძლება იყოს ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც დააკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან. და შესაბამისად გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი გარდა საქართველოს რუმინეთისა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რომ მსგავსი პროექტი, ასე ვთქვათ, ინიცირებაში მომხდარიყო. ამიტომ 2022 წლის დეკემბერში უკვე ჩაეყარა საფუძველი მეორე პროექტს, რომელიც გახლავთ მწვანე ენერგიის დერეფანი, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს 4 ქვეყნის გაერთიანებას, ეს გახლავთ საქართველო და რუმინეთი, რასაკვირველია, ვინაიდან ეს ორი ქვეყანა არის სწორედ კავშირი, სადაც ესე იგი დგება ინვერტორები, რომელიც შეაერთებს ამ კაბელს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში და რასაკვირველია ქვეყნები, რომლებიც დაერთდებიან ამ ინიციატივას, ეს გახლავთ აზერბაიჯანი და გახლავთ უნგრეთი. სწორედ ამ მწვანე დერეფნის პროექტის მინისტერიალი ჩატარდა საქართველოში, თბილისში ამ თვის ნოემბერში 14 ნოემბერს, სადაც იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, უნგრეთის და რუმინეთის მაღალი პირები, სახელმწიფო პირები, რომლებიც ენერგეტიკაზე პასუხისმგებლები გახლავენ და ასევე დაინტერესებული მხარე, რომელიც გახლავთ ბულგარეთი, რომელმაც სურვილი გამოთქვა ასევე, რომ მონაწილეობა მიიღოს მსგავსი პროექტის, ასე ვთქვათ, განხორციელებაში. რაც შეეხება შავი ზღვის კაბელის პროექტს, წყალქვეშა კაბელის პროექტს, აქ ჩვენ უფრო ცოტა წინ ვართ წასულები, ვინაიდან ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უკვე გაკეთებულია, რომელიც გააკეთა საკმაოდ ცნობილმა საინჟინრო კომპანიამ, იტალიურმა კომპანიამ CESIM, რომელმაც შეისწავლა ტექნიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობები ამ პროექტის და აღმოჩნდა, რომ ტექნიკურად ეს პროექტი არის აბსოლუტურად მიზანშეწონილი, დიახ. და ეხლა უკვე გადავდივართ
შემდეგ ფაზაზე, რომელიც გახლავთ ზღვის ფსკერის ტექნიკური გამოკვლევა. ეს არის გეოტექნიკური და გეოფიზიკური შესწავლა. დაახლოებით რა დრო დაჭირდება ამ შემდეგ ეტაპს, შემდეგ კვლევებს, როგორ გაქვთ თქვენ? ეხლა ხდება ამ ფსკერის კვლევისთვის ტექნიკური დავალების შემუშავება, ვინაიდან შავი ზღვა საკმაოდ რთული ფსკერის მქონე ზღვა არის, გახლავთ, ვინაიდან აქ ჩვენ გვაქვს გარდა იმისა, რომ არის რელიეფურად ძალიან ესეთი რთული, აქ გვაქვს ესე იგი გოგირდ წყალბადი, რომელიც ასევე საკმაოდ კარგად უნდა განისაზღვროს, როგორი ტიპის კვლევები უნდა ჩატარდეს, ვინაიდან მას თავის ქიმიური ზეგავლენა აქვს მოვლენებზე და თვითონ საკვლევ მასალებზეც. შესაბამისად, ტექნიკური დავალების შემუშავების დასრულება მოხდება 2026 წელს და 2027 წელს უკვე დაიწყება ტექნიკურად ამ დავალების განხორციელება, რომელიც გულისხმობს ასევე გემების სპეციალური საკვლევი გემის დაქირავებას, მოყვანას და სხვადასხვა ნებართვების აღებას, რომელიც ეს მარტო საქართველოს ხომარტარდება, ეს არის ეს მთელს იმ აკვატორიაში, შავი ზღვის, სადაც კაბელი უნდა ჩაიდოს. საქართველოს რუმინეთის კაბელის პროექტის ფარგლებში ჩვენ უკვე წინ ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირში უკვე მოხდა ჩვენი ესე იგი საერთო ინტერესის, ასე ვთქვათ, სტატუსის მოწოდე მინიჭება ჩვენი პროექტისათვის, რაც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში სტატუსის მინიჭება თლათ არ მოგვანიჭეს ჯერ ვართ აი კანდიდატები და ალბათ პასუხს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით 2026 წლის დასაწყისში და თუ ჩვენ მოგვენიჭა ეს სტატუსი, ეს გულისხმობს ძალიან სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ნიშნავს, რომ საგრანტო კომპონენტი შემოვა პროექტის განხორციელებაში. თვითონ პროექტის ღირებულება არის შეფასებულია პროექტი როგორც 3.5 მილიარდის ღირებულების საინვესტიციო პროექტი 1300 მეგავატის, რომელიც ტექნიკურად რომ გითხრათ, ეს არის 1115 კილომეტრი წყალქვეშ გასაყვანი კაბელი, რომელიც იქნება 525 კილოვოლტიანი კაბელი და 40 კილომეტრი არის სახმელეთო დაკავშირება. ხოლო რაც შეეხება მწვანე ენერგიის კორიდორს, ეს გახლავთ 4000 მეგავატის სიმძლავრის კაბელი, რომელიც როგორც ხვდებით, ბევრად უფრო მეტ, ასე ვთქვათ, ინვესტიციასაც და ძალისხმევასაც მოითხოვს. ეხლა გადავალ მწვანე, ესე იგი, ენერგიის კორიდორის პროექტზე და აქ მოგახსენებთ, რა სტატუსი გვაქვს. ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი არის ერთობლივი საწარმო, რომელიც არის დაფუძნებული რუმინეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ბუხარესტში. აქ ჩართული არიან 4-ვე ქვეყნის წარმომადგენლები და როტაციულად ხდება დირექტორის შერჩევა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ანუ ოფისი მუდმივად ფუნქციონირებს, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ვადებს, პირობებს, ასევე შემდგომ ნაბიჯებს, იგივე საერთო დაინტერესების სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებულ ყველა ქმედებას. ამჯერად 2026 წლის იანვრის ბოლოს მოსალოდნელი არის, რომ დამთავრდება ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილების ესე იგი ანგარიშის მომზადება, ისევ კვლავ ამ სამუშაოსაც ასრულებს იტალიური საინჟინრო კომპანია ჩესი. ხოლო სადღაც 27 წლის ბოლოს უკვე მოხდება ზღვის ფსკერის შესწავლა 4000 მეგავატის სიმძლავრის კაბელების 4000 მეგავატის სიმძლავრის კაბელი არ გახლავთ ერთი კაბელი, გახლავთ 3 კაბელი. შესაბამისად ტექნიკური მონაცემებით კაბელებს შორის დისტანციაც უნდა იყოს 1 კილომეტრი და შეიძლება მეტი. ამიტომ ამას კიდევ უფრო სიღრმისეული კვლევა სჭირდება და ამიტომ არის, რომ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რა საჭირო არის კიდევ კვლევა, როდესაც ერთი კვლევა უკვე ჩატარებულია. ესე არ არის. აუცილებელი არის ცალკე კვლევის ჩატარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მწვანე ენერგიის კორიდორში ელექტროენერგიის კაბელის გარდა მოვიაზრებთ, ესეც ასე ვთქვათ, არის პროგრამაში, უბრალოდ ჯერჯერობით შესწავლის ფაზაში არის, რამდენად შესაძლებელი არის პარალელურ რეჟიმში გაკეთება წყალბადის მილის ჩადებას, რომელიც ასევე იქნება მწვანე ენერგიის კორიდორის შემადგენელი ნაწილი. ესე იგი, წყალბადის მილის ჩადება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა გარდა იმისა, რომ არის ძალიან მდიდარი ჰიდრორესურსებით, ასევე მდიდარი არის შესაძლებლობით, რომ ეს ჰიდრორესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ ელექტროლიზის, ასე ვთქვათ, საშუალებით წყალბადიც აწარმოოს და მწვანე წყალბადის, ასე ვთქვათ, მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ გარდა ჩვენს მიერ წარმოებული ენერგიისა და, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიისა, ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ ტრანზიტული ქვეყანა, რომელიც მოემსახურება
იქნება აზერბაიჯანიდან რუმინეთში და შემდეგ უფრო ევროპის სიღრმეში ელექტროენერგიის და წყალბადის ტრანსპორტირებას. ელექტროენერგიის 4000 მეგავატიანი კაბელების ესე იგი საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არის უხეშად 10-12 მილიარდის ღირებულებით და ასეთივე ღირებულების არის პრინციპში წყალბადის კაბელთან მიმართებაში წინასწარი კვლევები რომ სხვა შორის წყალბადის კაბელზე მინდა ვთქვა რომ ეს არის 950 კილოტონის გამტარი სიმძლავრის და მოცულობის კაბელი რომელიც 40 მილიარდ კილოვატ-საათის შესაბამისი ახლა რომ ავხსნათ ელექტროენერგეტიკულ ასე ვთქვათ ენერგეტიკასთან მიმართებაში. მოკლედ ეს ორი პროექტი პარალელურად გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მომავალი წლები საკმაოდ დატვირთული იქნება ამ სტრატეგიული პროექტების ჭრილში მომავალი აქტივობები და დაფინანსების წყაროებით თქვენ ახსენეთ რომ მიენიჭა მოლოდინისში არის რომ მიენიჭება ევროკომისიის სტატუსი საერთო ინტერესის პროექტის ასევე ჩემს თანადამსვლელი მსოფლიო ბანკთან უკვე გაფორმდა ხო სასესხო ხელშეკრულება კიდევ თუ მოიაზრებთ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ამ მხრივ დიახ, ძალიან კარგი კითხვა. როგორც მოგახსენეთ, ეს საერთო ინტერესის სტატუსის მიღების შემთხვევაში ორივე პროექტი ცალკე მიიღებს შესაძლებლობას, რომ მიიღოს საგრანტო დაფინანსება, თუმცა რასაკვირველია, ძალიან დიდი ინტერესი არის როგორც კერძო სექტორისაგან, ასევე მთავრობებს აქვთ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მიზანი არის ის, რომ მთავრობა იყოს ყოველთვის მონაწილე, აუცილებლად ასეთი დიდი პროექტის განხორციელებაში და იყოს პროექტის, ასე ვთქვათ, ავტორი და წამყვანი მფლობელი, თუმცა აუცილებლად მოვიაზრებთ კერძო სექტორის ჩართულობასაც, ვინაიდან საკმაოდ დიდი ინვესტიციის მოტანა შეიძლება ამ პროექტის, ასე ვთქვათ, განხორციელების შედეგად. აქ გარდა იმისა, რომ თვითონ ელექტროენერგიის და წყალბადის ტრანზიტის და ასე ვთქვათ, ექსპორტის გაკეთება შეუძლია საქართველოს, თვითონ ინფრასტრუქტურულადაც ძალიან დიდი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს ეს პროექტი, ვინაიდან აქ არის ისეთი საპორტო, ვთქვათ, მოსაკრებლები, სადღაც 80-90 მილიონი დოლარის ღირებულების, ასე ვთქვათ, წინასწარი მოკვლევით. ეხლა ეს ბოლომდე არ არის დადგენილი, შეიძლება ბევრად გაიზარდოს კიდევაც. სარგებელი შეიძლება ნახოს მხოლოდ საქართველოს. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, თვითონ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ამ შესაძლო პროექტიდან გამომდინარე გეგმავენ თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას და უფრო გავრცობას. აზერბაიჯანის მხარე აშენებს დიდი რაოდენობით ქარის ელექტროსადგურებს, რომელიც მას მწვანე სტატუსს ანიჭებს და გეგმაში არის, რომ სწორედ ეს ენერგია მოხვდეს ამ კაბელით ევროპაში. საქართველოს რასაკვირველია იცით, რომ საქართველოს ესე იგი ხერხემალი არის ჰიდროენერგეტიკა, თუმცა მარტო ჰიდროენერგეტიკაზე არ ვართ დაფუძნებული და შესაბამისად უფრო დივერსიფიცირებას ვაკეთებთ და ქარის და მზის ენერგიაც ჩართული გვაქვს ამ ასე ვთქვათ აქტივობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ამ დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფს არა მხოლოდ საკუთარი ენერგო დამოუკიდებლობის და ენერგო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სტატუსის შენარჩუნებას და გამყარებას. არამედ ევროპასაც შესძენს ენერგოუსაფრთხოების საკმაოდ მაღალ ხარისხს. მე გეთანხმებით იმაში, რომ ეს არის უნიკალური შანსი ჩვენთვის გავხდეთ ნეტექსპორტიორი ქვეყანა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების ამაღლების საკითხში. თუმცა ეს არის მართლა უნიკალური შანსი ევროპას დაუკავშირდეთ ინფრასტრუქტურულად და საქართველოს ნაწარმოებები მწვანე ენერგია გავიტანოთ ევროპის ბაზარზე. თქვენ ახსენეთ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, თუმცა ჩვენ უფრო უხვივართ ჰიდრორესურსების და ამ კონტექსტში გითხავთ სტრატეგიული პროექტების განვითარება დიდ ჰესებთან მიმართებაში რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ამ ეტაპზე? დიდი ჰესებთან მსგავსი კაბელები ჩვენი ენერგია. რასაკვირველია იმისთვის რომ ჩვენ ესე იგი შევძლოთ საკმაო რაოდენობის ექსპორტის უზრუნველყოფა ევროპისკენ, რომელიც ამ კაბელს ესე იგი დატვირთავს, აუცილებელი არის რომ გქონდეს შესაბამისი რაოდენობის გენერაცია ქვეყანაში. და ეს რასაკვირველია, რადგანაც არის მწვანე კორიდორი, რადგანაც არის მწვანე ენერგიაზე საუბარი, უნდა იყოს რასაკვირველი განახლებადი. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საშუალო და მცირე ჰესების და სხვა ენერგეტიკული ობიექტების, როგორიც არის ქარი, მზე, გეოთერმია, ამის განვითარებას, არამედ დიდი ჰესების განვითარების ხელშეწყობაც. ვინაიდან დიდი ჰესები გახლავთ ის ძირითადი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოსაფრთხოებას და
იმის შესაძლებლობას მოგცემს, რომ თვითკმარი გავხდეთ როგორც ენერგეტიკული ქვეყანა და იმპორტზე ჩვენი დამოკიდებულება რადიკალურად შევამციროთ. რასაკვირველია, ჩვენ მხარს უჭერთ დიდი პროექტების განვითარებას, ეხლა მიმდინარეობს, ესე იგი, ასე ვთქვათ, სამუშაო, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია, როგორ შევუწყობთ ხელს დიდი ჰესების განვითარებას საქართველოში, რაც ესე იგი პირდაპირ პროპორციულად უზრუნველყოფს საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას, ენერგო დამოუკიდებლობას. თუმცა ორი სიტყვით აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ესე იგი სისტემა ეხლა იმისათვის, რომ ამდენი განახლებადი ენერგია მიერთოს, საჭიროებს რასაკვირველია გაძლიერებას, უფრო სერიოზულ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ამჟამად ქვეყანას აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ექნება შემნახველი ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეები, რომლებიც დამონტაჟდება ჩვენს ერთ-ერთ ძალიან დიდ ქვესადგურში, რომელიც გახლავთ ქსნის ქვესადგური, რაც უზრუნველყოფს აი ამ ცვლადი განახლებადი ენერგიის, ასე ვთქვათ, ინტეგრირება სისტემაში იმისათვის, რომ ქვეყანას და სისტემას კონდეს აბსოლუტური მდგრადობა. ასევე გვაქვს მიმდინარე პროცესი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევისწავლეთ წყალბადის პოტენციალს საქართველოში, წყალბადის წარმოების პოტენციალს საქართველოში, ასევე ამას ვახორციელებთ აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, რაც შესაძლებლობას მოგცემს დავადგინოთ, რა ტიპის, ესე იგი, სამუშაოები და ღონისძიებებია გასატარებელი, ვინაიდან ჩვენ გვექნება ახლა, ესე იგი, სამუშაო გეგმა შემუშავებული, ვინაიდან სტრატეგია უკვე არსებობს, იმისათვის რომ ეს მიმდინარეობა ავიყვანოთ უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, სხვა ეტაპზე გადავიდეთ. დიახ, უფრო ქმედით, ასე ვთქვათ, დონეზე ავიყვანოთ. მე იმეც ვიტყობ, რომ თქვენ ხშირად იქნებით ჩვენი სტუმარი და სამომავლო თემებზეც განახლებულ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე მოგვეცემა საშუალება მომავალში საუბრის. თუმცა ჩვენი საუბრის დასასრულს აუცილებლად მინდა შევეხო თავარ გამოწვევებს, რაც ამ დარგს გააჩნია თქვენი გადმოსახედიდან, რა რჩება მიმდინარე წელს და მომავალ წელს თავარ გამოწვევად და თუ გაქვთ უკვე შემუშავებული თქვენეული ხედვა მათი გადაჭრის გზებზე. როდესაც ისეთ სექტორზე ერთ თვეში და ორ თვეში რასაკვირველია, როდესაც საუბრობთ ენერგეტიკის სექტორზე, რომელიც არის ძალიან დინამიურად განვითარებადი სექტორი, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როდესაც გვაქვს, ვთქვათ, სიმძლავრეების მატების გეგმა, იქ აუცილებელი არის, რომ იყოს ქსელის და ჩვენი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, გაფართოება, რომელიც რასაკვირველია, რომლის გარეშეც ყველაფრის რასაკვირველია განხორციელება შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ეს არის შემადგენელი ნაწილები. ჩვენი ხედვა ესეთია, რომ ანუ თანხვედრილად უნდა მოხდეს როგორც სტრატეგიის, ასე ვთქვათ, დახვეწა, რომელიც იქნება 10 წლიანი ხედვით, ანუ როგორ მივდივართ, რა რაოდენობის სიმძლავრეებს ვამატებთ წლიურად, ასევე იმის, ასე ვთქვათ, გაანგარიშება, რა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ამ სიმძლავრეების დამატება ფიზიკურად მოხდეს ჩვენ სექტორში და შესაძლებლობა მიეცეს ქვეყანას, რომ გახდეს ნეტო ექსპორტიორი განახლებადი ენერგიების ევროპისკენ. ძალიან დიდი მადლობა, მე გისურვებთ წარმატებებს, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე.